ზვანუდადანო დღეს არის ბრმის კვირა, შობიდან ბრმის კვირა, მაცხოვარმა განკურნა ბრმა, მოახდინა სასწაული, რომელიც არ მოუხდენია მსოფლიოში არასდროს არავის და ამით, რა თქმა უნდა, დაამტკიცა, რომ ის იყო და არის ქვეყნის ხსნელი მესია კაცობრიობის. მე დღეს აი ამ კუთხით, როგორც სულიერი ბრმების, სულიერი ბრმა ადამიანის და ესეთი ადამიანები ჩვენც ვართ, რა თქმა უნდა, სულიერი ბრმა და ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ის ვინც არ აღიარებს ქრისტეს, ჭეშმარიტ ეკლესიას და თავს არც ცემს ეკლესიის წიაღიდან ქრისტეს, ის არის სულიერად ბრმა. ის ვინც ცოდავს არის სულიერად ბრმა. და ამ კუთხით მინდა ერთი ესეთი რამ თქვა მინდოდა ყოველთვის და ეხლა ვისაგებ. ესე იგი, ვფიქრობდი აბრაამზე, იმიტომ რომ ბიბლია ესე იწყება, ახალი აღთქმა ესე იწყება, მათეს სახარება ესე იწყება, რომ იესო ქრისტეს შობა ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა, აბრაამთან ჩერდება, იმიტომ რომ აბრაამიდან მოდის ყოველივე სიკეთე, ჩემო ძვირფას. აბრაამის დროს კაცობრიობა იყო თლიანად ეშვაკის თაყვანისმცემელი. მარტო აბრაამმა იწამა ღმერთი და აღიარა ღმერთი, ჭეშმარიტ ღმერთი და თაყვანისა და წარმოიდგინეთ, ეხლა მაშინ არ იყო, რა თქმა უნდა, 8 მილიარდი, როგორც ახლა დედამიწა შედარებით კარგად ნაკლები იყო მოსახლეობა, მაგრამ ნუ მაინც იყო, ხო, კაცობრიობა იყო. წარმოიდგინეთ, ჩემო ძვირფასები, რომ აბრაამი იყო ერთადერთი მოწუნე ადამიანი დედამიწას. დანარჩენი იყო ირგვლივ უბოროტესი ყველა, მთელი კაცობრიობა. აი ხა რო წარმოიდგინო შენი თავი, რომ შენ ხარ კეთილი კაცი, შენ ხარ მორწმუნე კაცი და ირგვლივ ყველა, ეხლა ძნელი წარმოსადგა, იმიტომ რომ 8 მილიარდი რო წარმოიდგინო, ირგვლივ ყველა არის ბოროტი. გამოდიხარ გარეთ და საფრთხე გაქვს და ასე შემდეგ და ყველა რომ ბოროტი. ერთი იყო აბრაამი, ჩემო ძვირფასი. და შემდგომ აბრაამმა ხო დაიახლოვა ხალხი, ნუ ყავდა ცოლი სარა, დაიახლოვა ხალხი 318 მებრძოლი კაცი ყავდა გახსოვს, რამოდენიმე 1000 კაცი მის ქვეშევრდომობაში იყო და ყველანი აი ესენი რამოდენიმე 1000 ადამიანი აბრაამის ზეგავლენით გახდა მორწმუნე და გაკეთილშობილდა ერთი აბრაამის და კიდევ აბრაამი იყო ძალიან მდიდარი კაცი. რატო არის დღესაც აბრაამის სტუმართმოყვარეობა? აბრაამი იყო ძალიან მდიდარი კაცი, აი თანამედროვე კუთხით რო წარმოვიდგინოთ, მულტმილიონერი რო იყოს ვინ, თანამედროვე უმდიდრესი კაცი და რატო იყო ღვთისმშობელი, ჩემო ძვირფასებო? რომ მოდიოდა მათხოვრები, მივიდოდა, წაიყვანდა სახლში, ეხლა რო წარმოიდგინოთ მდიდარი კაცი, მიიყვანდა სახლში, ფეხებს დაბანდა, გესმით ვე? საჭმელს მოამზადებდა თვითონ, განამსახურებს ხო შეიძლება ეთქვა რომ მოამზადდა საჭმელი. და თვითონ უმას მიგზებოდა ისე რომ ამ უნდო ხალხის გვერდი არც დაჭდებოდა, გესმით ვე? ანუ მოსამსახურებლიყო, წყალი მინდა იტყოდა, წყალს მოუტანდა, ღვინო მინდა იტყოდა, ღვინოს მოუტანდა. რა კაცი იყო აბრაამი, გესმით? აი რო წარვა ვერ ხვდები, აი ვერაფრით ვერ ვწდები მის თამდაბლობას, მის დიდ სულიერებას, აი ვერაფრით ვერ სოფლიო ნომერი პირველი კაცი იყო სულიერებაში ჩემო. სასწაული ადამიანი. ამიტომ იყო რომ ღმერთი გამოეცხადა მას. და როდესაც აბრაამს ვიხსენებ, აი და აბრაამის გამო შემდგომ ისააკიდან გამრავლებული აბრაამის შთამომავლებს, ისააკიდან გამრავლებული აბრაამის შთამომავლებს, იმის გამო, აბრაამის გამო, შემდგომ ისააკის გამო, იმიტომ რომ ისააკი წმინდანი იყო, იაკობის გამო, აი მათ გამო, მათ
შთამომავლობას წყალობდა უფა. და ბევრი იყო ესეთი, ხო, იოსები იყო, კარგი ესეთი წმინდა ხალხი იყო, მაგრამ ძირითადად ისრაელი ზოგჯერ კი არა ხშირად ღალატობდა ღმერთს. ეუბნება კიდევაც, აღთქმის ქვეყანაში იმიტომ მიმყავხარ. იმიტომ კი არა, კარგები ხარ. იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ საშინლად, უსჯულოდ და უნდა დავსაჯო ისინი. ერთადერთი იმასაც ეუბნება, ოღონდ თქვენც თუ ეგრე მოიქცევთ, თქვენც დამიჯით. გამიგე და იქით რა ხდებოდა წარმართებში სასწაულო არ დაიჯერება, აი ჩვენ ხა ქრისტიანები ვართ, აი არ დაიჯერება ესეთი რაღაცები ხდებოდა განსაკუთრებულად ყველგან, მაგრამ ამალეკელები იყვნენ საშინელი. აი ეს ამალეკელები არიან დღეს აი რასაც ხედავ პრაიდებზე, LGBT პრაიდებზე. აი ეს ამალეკელები არიან ჩემო ძვირფასებო. ამას წინათ იყო გამოსული ქალი დედა და 6 წლის შვილი ყავდა გამოყვანილი და პლაკატი ეწერა ვერც გავიმეორებ რა საშინ პატარა ბავშვს გესმით აი ესენი იყვნენ ამალეკელები იმიტომ უთხრა ისრაელს ღმერთმა ამალეკელებიო ამოხოცე დედაბუდიან პატარა შვილებიან ბავშვიანო ყველაფერი კაც მოყვარე ღმერთმა რა უთხრა მაგრამ აი ესეთი დრო იყო ეშმაკეულები იყვნენ ინდონეზე და სხვებსაც გადადებდნენ საშინ ეხა მე მინდა ჩემო ძვირფასებო ღვთის კაცმოყვარეობა აი ამ კუთხით წარმოვაჩინე. აი რა კუთხი. თქვენ იცით რომ ძველ აღთქმაში არის ესეთი რამოდენიმე კანონი ქვით ჩაქოლისა რომ მოკვდინებს. და ზოგს უკვე ერთხელეთი ახალგაზრდა მეუბნებოდა კაცმოყვარე ღმერთსო როგორ შეიძლება ღმერთი არ უნდა განიკითხო არაფერი. აი აბრაამ არ განიკითხა. ყველაზე მწვერვალი საშინელება უთხრა ღმერთმა აბრაამს. ისააკი და მიკალიო შენი შვილია და დათანხმდა აბრაამი რატომ იმიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი მართალი რა თქმა უნდა მე ოღონდ იცით თქვენ ისტორია არ მოხდეს ღმერთმა მაგრამ აი ვხედავ ჩვენ მოსეს კანონებში რომ ღმერთი ეუბნება აი ასეთი და ასეთი მოკალით ჩაქოლე თქვენ და ზოგს გონია კაცმოყვარე ღმერთმა ეს როგორ აბა ეხლა სხვანაირად შევხედოთ ჩემო ძვირფასებო ეს მინდა ჯერ ავიღოთ მე საპირწონეთრო გამოვიყენოთ მაგალითად. ავიღოთ ესეთი პიროვნება, თქვა რეალური თან, რეალურად მეუბნებით თან რუსეთში უფრო ხდებოდა ეს ამბები, მაგრამ რუსეთში კი არა, აგერ მოხდა საკუთარში კომუნისტების დროს. კაცმა გააუპატიურა 16 თუ 15 წლის გოგონას. მე მოკლა დაკუცა და სადღაც დამახა. ნუ გაცხადდა მე ყველაფერი და ლინჩის წესით გაასამართლეს და მოკლეს ის საბრალო პიროვნება არავის არ უფიქრია რომ რამე ცოდვაში ჩავარდა ვინ არავის კაციშვილს და თუ დაიჭერდნენ ამ კაცს სამართალიც დახვებას მიუჯიდა მაშინ იყო დახვება მაგრამ ვინმეს მოგივა თავში რომ ოხ ეს როგორ შეიძლება და რამე რა თქმა უნდა ის დასახვეთი ხო აი რა მინდა თქვა აი არის ესეთი კანონი იყო ესე იგი მოსეს დროს რომ მემრუში ადამიანი უნდა ჩაეყოლათ ქვები და მოეკრა თითქოს არახუმანები ხო ის დღეს ამბებრუშობს ყველა რო ქვები ჩაეყოლეს მაგრამ დღეს არ ხდება ეს ქრისტიანობაში დღეს ხდება სინანი ესე იგი დღეს ღმერთი გეუბნება რომ თუ იმრუშე შეინა არავინ არ გამიგე შეინა და ძველად იყო ქვით ჩაქოლი. მაგრამ აი ხა ნახეთ ერთ რამეს მოგიყვება. დღეს სხვა არის. ძველ აღთქმაში თქვენ იცით სოლომონს 700 ცოლი ჰყავდა. დავითსაც რამოდენიმე ასეული ცოლი ჰყავდა. გედეონს მეწმინდანებზე ვლაპარაკობ. გედეონს 70 ცოლი ჰყავდა. ვისაც შეეძლო ცოლის შენახვა, მათ შეეძლო უსასრულოდ რამდენი ქალწინდა იქნებ წამოგებანა ცოლი. თუ იყავი ღარიბი თქვა, თუ იყავი ღარიბი ამის თავი არ ქონდა. ნუ მდიდრებისთვისაც საერთო წესი იყო და ღარიბებისთვისაც ცოლი შეგეძლო გაგეშვა. აი განტევების წერის დაწერა.
გაბრაზდებოდი ცოლი დაწევდი არ მინდა ეს ცოლი ესე ცუდად იქცევა იმაში მიუტანდი უდრეს და წასულიყო ის ცოლი და შეგეძლო მოგეყვანა ახალი ცოლი აი ახალ ცოლს რომ მოიყვანდი ისეც თუ გაგაბრაზებ და შეგეძლო დაგეწერა რომ ეს ცოლი მაბრაზებს არ იქცევა კარგად ჭუით ისე და მიუტანდი უდრეს გაუშვებდე და შეგეძლო მოგეყვანა კიდევ ერთი ცოლი და კიდევ და მარად სულ ესე მარადის აი ამის მერე რომ იმრუშები ჩემო ძილას აი რაც მე ვთქვი ამის შემდეგ რომ იმრუშები მართლა წამოგხსნება ქვები ჩასაკოლი არ ხართ რა ამიტომ ყველანაირი პრივილეგია იყო აი ამ თემის შესახებ ამ კუთხით და ამის შემდეგ მრუში იქნებოდა მხოლოდ ის ადამიანი ვინც იქნებოდა საპირწონე იმისა რაც თქვი მე აქ რომ მოხდა საბურთალოზე ეს ამ აი საცოდავი და საშინელი ადამიანის გამიგე ასე რომ სადარია არა კაც მოყარეობა ღვთისა და რაც მე მოყევი საბურთალოს ამბავში ვინ იტყვის რომ დამნაშავე არ იყო დასაჯერი თქვენი პირით ყველანი იტყვით რომ დასაჯერი გამიგე ასევე ქვით ჩაქოლვა იყო ვინც კაცი რომელიც იმრუშებდა და ნუ აღარ ვამბობ ნათესავებზე იყო ლაპარაკი სულ ახლობენ ნათესავებს ეხლა უბრალოდ მიჭირს კიდევაც ამის თქმა ენით გამოთქმაც არ შემილია და აბარა ჩემო ძვირფასებო ჩასაკოლი იყო მით უმეტეს იმ დროს ესეთი ადამიანი ვინც იმრუშებდა აღარ მინდა ვთქვა ვის წარმოვიდგინე ასე რომ საიდან გამოვა დასკვნა რომ ეს კანონები არ შეესაბამება ღვთის მოწყალე პირიქით ჩემო ძვირფასებო როცა ყველაფერი მოგცა ღმერთმა როგორც მე ვთქვი შეგეძლო საერთოდ რუშობაზე არ არის ლაპარაკი ერთს გავუშვებდი მეორე მოგეყვანა მეორეს გავუშვებდი მესამე მოგეყვანა თუნდა ხუთი ერთად მოგეყვანა 10 ერთად მოგეყვანა კალი ამის მერე კიდე რო ვამბობ შენ იმრუშებდი ესე იგი მოსაკლავი იყავი რა იქ დღეს რადგან ეს არ არის არ შეგიძლია შენ გაუშვა ცოლი მოიყვანა მეორე გადაესა შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ აღარ არის ქვის ჩაქოლვა რა თქმა უნდა და ღმერთი გვეუბნება მხოლოდ იმას იცის ჩვენი უძლურება რომ თუ მოხდება ესეთ რამ შეინანე გვეუბნება ღმერთი აი ეს ყველაფერი რო ავწონ დავწონოთ მიუხედავად ესე ვითომ კაცრი კანონებზე არანაირი კაცრი არ არის რაც მე ვთქვი იმიტომ რომ კაცი რომელიც ჩაიდენს უახლოეს ნათესავთან იმრუშებს მე მგონი ეხლა თქვით ჩასაკოლია მაგრამ ნუ ეხლა კანონი მიხედავს და ასე გამიგე საიდან მოიტანეს საიდან მოაქვს რომ აი ამ კანონების გამო ერთი რამ კაცი იყოს საიდან ჩემოგვიყვანს სიღრმისეულად უნდა ჩავხედოთ ყველაფერს და გავარკვევთ მაშინ ასე რომ ყველა წმინდა მამა ამბობს ღმერთი კაცმოყვარია აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენ ცხოვრებას რო გადავხედოთ იგი კაცს მოყვარია ჩვენი ცხოვრების არა მარტო იმ დროს როცა მან მოგმადლა თქვა სახლი კარი მოდი ყველაფერი გავთქვა გავარემონტეთ სახლი რაც ყველაფერი ხო ღვთის მადლითაა ყველაფერი ჰონორარი კარგი გვაქვს ცოლი მოვიყვანეთ შვილები გვყავს შვილიშვილები გვყავს რა ყველა სიკეთე რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ მადლობდეთ ღმერთს წმინდა მამები ამბობენ ასევე არანაკლებ თუ მეტი არა მოწყალია უფალი როდესაც ჩვენ რაღაცა ჭირს დაგმართებს რომ არ გადაუხვიოთ ჩემო ძვირფასებო სწორი გზიდან დღეს არის ეპიფანე კვიპრელის ხსენება ნახეთ რას ამბობს ეპიფანე კვიპრელი 115 წელი იცოცხლა ეპიფანე კვიპრელმა ეს ის ეპიფანე კვიპრელია წარმოშობით ებრაელი ეპიფანე კვიპრელი სასწაულით მოქმედი და რამოდენი მკვდარი აღადგინა ჩემო ძვირფასებო უფრო მეტიც მკვდარმა აღადგინა მკვდარ ამ ისტორიასაც ეხლა მოგიყვებით ეპიფანე კვიპრელი დიდი მწიგნობარი დიდი სულიერი მოძღვარი იცი რა ხდებოდა როდესაც აი ჩვენ რო ხელებს ავწერთ ბოლოს უკვე რომ უნდა შეიწიროს სხვები იქ ხო ქრისტე ჩამოდის ბარძიმში ხილულად ესია ჩვენ აქ უხილავად ხდება მაგრამ რო იყოს ხილვა რომ იმის კონდეს წმინდა კაცი რო იყოს ამას იხილავდა რომ ქრისტე ზეციდან ჩამოდის და ბარძიმში ჩადის და ამას ხედავდა ეპიფანე კვიპრელი
აწევდა ხელებს და ხედავდა როგორ ჩამოდიოდა ქრისტე, სულიწმინდის მადლი როგორ ეშვებოდა. და ერთხელაც ეპიფანე კვიპრელი დგას, აწია ხელები, ლოცულობს და სულიწმინდის მადლი არ მოდის, ქრისტე არ მოდის, ხედავს და აღარ აკურთხა, აღარ შეძება. და ელოდება და არ ხდება არაფერი და გაიხედა გვერდზე და მღვდელს უყურებს კეთროვანი დგას, ჩვენება. და მიხვდა რომ იმის გამო შეჩერებულია სულიწმინდის მადლი. გაიყვანა გვერდზე და ეუბნება რა გააკეთებ? დღესო დილითო, ანუ ვიცხოვრო ცოლთანო, კანონიერ ცოლთან და წამოვედი შემდეგ ზიარებაზე. გამიგე? და მაშინ განაყენა ეს მღვდელი არაზიარა, გაუშვა და აწია ხელები და დაიწყო შეანანებინა, შეინანა იმან რა ქვია მღვდელმა და მერე გარდამოვიდა სულიწმინდა. აი რა კაცი იყო ხა ეპიფანე კვიპრელი წარმოიდგინე. მე-4-მე-5 საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა. ეს ეპიფანე კვიპრელია, როცა მოიწვიეს, მან არ იცოდა რა მოიწვიეს იოანე ოქროპირის განსაკვეთად კონსტანტინოპოლში. და მე რომ ნახავ ეს დედოფალს ეპისკოპოსები ანგარებით აკეთებდნენ ამას, განეშო. მაგრამ მანა იოანე ოქროპირთან არ მივიდა, წესით ეკუთვნოდა. არ მივიდა და იოანე ოქროპირი გაბრეზდა და მიწერა წერილი. ეპიფანეო, ჩემთან რატო არ მოხვედი? ხო გეკუთვნოდა, როგორც პატრიარქსო, მთავარ ეპისკოპოსს, კიპროსისო, მოსულიყავიო ჩემთან, ჯერო პატრიარქთან კონსტანტინოპოლისა. და ამის გამო ოქროპირმა უთხრა, ესენი ხო წინასამხედველები იყვნენ ორივე. ამის გამო ვერ ჩააღწიო ცოცხალმა კიპროსზე. და იმან მოწერა იმანაც, რომ აიო შენო განკვეთავენ და ტახტზე ვეღარ დაბრუნდებიო და ორივე სიახდა წინასწარ მეტყველა. და იმ წარმატარი აღადგინაო ეპიფანე კვიპრელა ამასაც დავასრულებ და მე წავიკითხა მის დარიგებს. ეპიფანე კვიპრელი გემით მიდის კიპროსზე და უკვე ხდება რომ კვდება და ბოლო დარიგება მისცა მოწაფეებს და გარდაიცვალა. ეპიფანე კვიპრელი იყო 10 წლამდე ქრისტიანი არ იყო და წინა დაცვეთილება ჰქონდა. როგორც ებრაელს, როგორც იუდეელს. და ამ დროს მოვიდა ერთი დიაკვანი, სულელი წარმოიდგინე, რომ და გარდაცვლილი ეპიფანე კვიპრელს ამ უწმინდეს ადამიანს დაუწყო შემოწმება იყო თუ არა წინა დაცვეთილი. და მკვდარმა გარდაცვლილ ეპიფანე კვიპრელს აწია მარჯვენა ფეხი, ყბაში მიემოადო და უდიდესი ძალით დაარესა. გაიქნია მარჯვენა და კედელს მიანარცხა და მოკვდა ეს დიაკვანი. და მე დაიწყეს ტირილი და შესთხოვეს რომ ეს დიაკვანი გაიცოცხლებინა და გაცოცხლდა დიაკვანი. წარმოიდგინე რა წმინდანი იყო ეპიფანე კვიპრელი და ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკო. ნახეთ რას ამბობს ეპიფანე კვიპრელი 115 წლის სიცოცხლე. გემზე ხომალდზე სადაც იჯდა მიდიოდა და ვერ ჩააღწია, გარდაცვალების წინ თქვა, თქვენი ძმანო, რამდენი სიმწარე გამოიარე ამ ცხოვრებაში. გახსენდება 120 წლის იაკობიც ფარაონთან გულიდა და უთხრა, 120 წლის ვაროდა, ბევრი სიმწარე განვიარებ ამ ცხოვრებაში. მაგრამ ნახეთ ახლა ყველაზე მთავარი, ამ სიმწარე არ თuliდი. არამედ ყოველთვის ხიარული რჩებოდი, რადგან ქრისტე ღმერთი იყო ჩემთან. გამიგეთ. ღმერთი ამტყუებდა, ყოველთვის მიცავდა ბოროტის ხრიკებისაგან. და პავლე მოციქული, რომელთაც მერვე 22-ში წერს და აქაც მოყავს ეპიფანეს ღვთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების ეთიკა. გამიგეთ. ასე რომ, ჩემოძვრით ასე, რა თქმა უნდა, ეს ცხოვრება 60 ადგილი არ არის, ჩვენც ბევრი განსაცდელი და ჭირი გვაქვს, მაგრამ, როდესაც ქრისტესთან ვარ და ქრისტე არის ჩვენთან და ის ზიარებას, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ეს სიმწარე ტკბილად იქცევა ჩემოძვრით ასე და ვარ მედიები, იმიტომ რომ წუთის სოფელი ეს ცხოვრება, ჩვენ ცდების და ცდების სიკვდილს ავინ არ მოერის
წამისა დიდი ფილოსოფოსი შოთა რუსთაველი ამბობს, პოეტი არა მარტო უდიდეს ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი და თუ ესეთია წუთისოფერი ჩემო ძვირფასებო, თუ ასეთი მწარია წუთისოფერი, ხო? და ისე წუთიერი, წამიერია, მაშინ წარმოიდგინეთ რაღაცა ეს ცხოვრება და ჩვენ გველოდება მარადი ბედნიერი ცხოვრება. აი დღეს არის პატრიარქ გერმანეს ცხოვრება, კონსტანტინოპოლის პატრიარქის. ეს იყო მე-7 და მე-8 საუკუნის მიჯნავი. რა ხდებოდა მაშინ იყო მსოფლიო ბიზანტია იყო ზენიტში და ნახეთ რა არის ცხოვრება. მამამისი გერმანე პატრიარქის მამა იუსტინიანე იყო წარმატებული ნომერი პირველი სენატორი რომის იმპერიაში, ბიზანტიის იმპერიაში. გამიგე? ნომერი პირველი და ყველა ამბობდა რომ იმპერატორობა ისეთ სიტუაცია იყო, იმპერატორს არ ყავდა ძე, იმპერატორობა გადაეცემოდა იუსტინიანს. და მას მტრობდა ერთი კაცი, რომელსაც უნდოდა და შემდგომ გახდა კონსტანტინე მე-6 მე მგონი, თუ არ ვცდები, გახდა იმპერატორი. როგორ გახდა? მოკლა, წარმოიდგინეთ ეს კაცი. და ეს დაასაჭურისა გერმანი, გესმით რა ხდებოდა? დაასაჭურისა. და მონასტერში გაუშვა, რომ მონაზვნად ეკურთხებია. შემდგომ პატრიარქი ხდება. და მერე მოდის ლევანის საბიერი, ხატმებრძოლი იმპერატორი. და იწყებს ხატების ჩამოხსნას, რა უბედური იმპერატორი იყო, წარმოიდგინეთ. ასევე მისი შვილი და გააძევებენ პატრიარქ გერმანეს სამუდამოდ და გადასახლებულია მონასტერში 96 წელი იცოცხლა მშვიდობია. შემდგომ იმპერატორს კონსტანტინეს სიძე ჩამოაგდებს იმპერატორობიდან თვითონ დადგება, შემდეგ ისევ გამეფდება ის ძველი იმპერატორი, მოკლავს ამ ახალ იმპერატორს რა ხდება? ერთი იმპერატორი, მეორე, მესამე, მეოთხე, ერთს კლავენ, მეორეს განაგდებენ, მესამეს ასაჭურისებენ, მეოთხეს და მოკლავს ყველა იმის შვილს, იმ იმპერატორის და შვილიშვილს, წარმოიდგინეთ. აი რა ცხოვრება. ინატრე ხა მეფობა და ინატრე იმპერატორი. ინატრე პრეზიდენტობა და ინატრე და ჩვენ რაღაც სხვაგან მივიდა ჩვენ დროში ეს არის. ნოე ჟორდანია გააქვს. ზვიად გამსახურდია მოკლეს. სააკაშვილი აგერ დაპატიმრებულია. აგერ ვის ხედავთ რა ცხოვრება. აღარ ვაყოთ მე სხვები მეზოების და იმათ რა ცხოვრება იქნება. ხო? ყველაზე დიდებს რა მდგომარეობაში არის. ყველაზე დიდები. ამიტომ ჩემო ძვირფასო ყველაფერზე უფრო სანაკრებო არის ის, რომ იყო უპრეტენზიო პირველის ყოვლისა ქრისტეს მიმდევარი, ქრისტეს თაყვანისმცემელი იყო. მუდმივ აღსარებაში და მუდმივ ზიარებაში იყო და შვილებიც თუ მოგმართ მერთმა იყოს ეს შვილებიც იყო უპრეტენზიოები და ესე ცხოვრობდნენ. აი მაშინ ხარ მხოლოდ ბედნიერი ჩემო ძვირფასო. მე მინდა კიდევ ერთი რამ და ამით დავასრულო, რომ ზოგი ამბობს არაფერი გამომივიდა ცხოვრებაში. ერთ ცოლი მოვიყვანე, არც შვილი მყავს, ერთ ვერაფერი ვერ გავაკეთე, არც სამსახური მქონდა, მოკლედ და ჩემო ძვირფასებო, რაც მე ვთქვი, ესე იყავი, ქრისტეს მიმდევარი იყავი, თორე დანარჩენი რა უნდა გააკეთო ალექსანდრე მაკედონელზე მეტი და აი მან გვაქვს ჩვენ სისოი დიდის ხატი, რომელიც გაკურებული, აი ესე დგას ალექსანდრე მაკედონელის ჩონჩხთან, გესმით თქვენ. რა გააკეთე, რა უნდა გააკეთო, ქრისტეს მიმდევარი იყავი, ღვთისმსახურებელი მოიპოვა. აი ესა ყველაზე მთავარი. დარჩენ ყველაფერი უკან დარჩენ. ალექსანდრე მაკედონელი შემოძველი. სტალინი სად არის ფერფლი? ლენინი სად არის ხო იცით? სასწორდამო. ან ვინმე სად არის? ერთ-ერთი უდიდესი ტერორისტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უპირველესი თუ არა და პირველი თუ არა, ტრუმენი, რომელიც შემდგომ იმუქრებოდა
და 38 ქალაქი ყავდა ჩამოწერი, მათ შორის თბილისი. დოკუმენტური ფილმი არსებობს. გაგანადგურებ თუ არ დამემორჩილებთ. გამიგეთ? ტრუმენი რა გააკეთა კაცო? სადაც ეხა ტრუმენი? სასაცილოა ყველაფერი, რა უნდა გააკეთო, რა უნდა ყველაფერი თავდება და მივდივარ ქრისტეს წინაშე ჩემოძრებას. ან ვინმე ვინც გინდა აიღე, გინდა მსახიობი, გინდა პოლიტიკოსი, სასაცილო, ყველაფერი სასაცილო. რა ვიცი, მე მგონი შევეხმიანე დღევანდელ თემას, დაგლოცოთ ერთმა ქრისტიანს, ჯვარი გამოიტანეთ და